გამარჯობათ, მაესტრო და პირველი სტარო წარმოგიდგენთ ток-შოუს პრეს-პრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთ აზრზე მყოფი ადამიანების ერთნაირ შეხედულებებს. და ეს სულაც არ არის ცუდი, რადგან აზრთა მრავალფეროვნებაში მაყურებელს უფრო უადვილდება საკუთარი დასკვნების გამოტანა. მას ასე, დღეს პრეს-პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე, ასე ვთქვათ, კოლექტიურ სასიმღერო მოღვაწეობას ეწეოდა. და სულ ცოტა ხანია, რაც მან ეროვნულ შოუ-ბიზნესში საკუთარი ადგილის დამკვიდრება სცადა როგორც სოლო შემსრულებელმა. ანუ პრეს-პრესის სტუმრის სავარძელი დღეს უკავია ადამიანს, რომელიც გახლავთ ქუჩის ბიჭების ყოფილი წევრი, ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო, საღამო მშვიდობისა. იმედია დღევანდელ საუბარს ცივი გონებით და ცივი ემოციებით მიუდგები. მიესალმებით ჩვენი სტუდიის მარჯვენა ფლანგსაც, რომელიც დაკომპლექტებულია ყოველთვის კარგად ნაცნობი ადამიანებით, ეს არის ჩვენი ეგრეთ წოდებული დამბრტყმელი ძალა. ასე რომ სანამ ჩვენი ძალა თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას დაიწყებდეს, ნახოთ პრეს-პრესის ტრადიციული მინი დოსიე ჩვენს ეთერში. ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო. დაიბადა ბორჯომში 1979 წლის 12 თებერვალს. დაამთავრა ბორჯომის მე-6 საშუალო სკოლა. მუსიკალური განათლება არ მიუღია, თუმცა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრა. საკმაოდ კარგად უკრავს დასარტყამ ინსტრუმენტებზე და ბას-გიტარაზე. 15-16 წლის ასაკში იყო როკ-ჯგუფ როკ-მიქსის წევრი. უნდოდა მსახიობობა, მოსინჯა ძალები ამ პროფესიაში, მაგრამ ინსტიტუტში ვერ ჩააბარა. 1996 წელს ჩამოყალიბდა ჯგუფი ქუჩის ბიჭები და პიკასო გახდა ერთ-ერთი ქუჩის ბიჭი. მისი კარიერა ჯგუფში გრძელდებოდა 8 წელიწადი. პიკასო პროფესიით იურისტია, სწავლობდა ჯერ ბორჯომის საერო ინსტიტუტ თორში, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2003 წლის დეკემბერში პიკასო ტოვებს ქუჩის ბიჭებს და ხვდება შოუ-ბიზნესური სკანდალის ცენტრში. ამჟამად ცდილობს დაიწყოს სოლო კარიერა. ჯერჯერობით გააჩნია 2 სიმღერა. თავისივე თქმით გააგრძელებს სოლო შემსრულებლის კარიერას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებას მოეწონება მისი სიმღერები. ძალიან მოკლედ, სწორედ ასე გამოიყურება ჩვენი დღევანდელი სტუმრის ბიოგრაფია. სხვა საინტერესო დეტალებზე მე იმედი მაქვს ჩვენი მარჯვენა ფლანგი გაამახვილებს ყურადღებას, ასე რომ ბრძოლას 7-1-ის წინააღმდეგ, ან პირიქით 1-7-ის წინააღმდეგ დაწყებულად ვაცხადებ და ტრადიციულად ლალიფაცია პირველ შეკითხვას დასვამს. ლალიფაცია, ჟურნალი თბილისელი, მოგესალმები. პიკასო თუ ირაკლი? როგორ თქვენ გიგო? ნუ ყველა ჯგუფის ფინალი ისეთია, იშლებიან. თქვენც დაიშალეთ, მაგრამ ამის სწავლობა იყო 4 წლის წინ. მაშინ არაფერი დაკლები აქვს თქვენ გუნდს. რეიტინგი საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ ეხლა რამდენიმე თვის წინ ჩამოშორდე ჯგუფს და საკმაოდ დიდი არეულობაა თქვენს გუნდში. მაგრამ მიზეზი შენ ჯგუფიდან წასვლის რეალურად არ ვიცით. არ გაჟღერებულ არსად. ალბათ ამ გადაცემაში იმიტომ მოხვედი რომ თქვა, ამის მიზეზი რატომ წახვედი გუნდიდან. ვიცით რა არის? რეალური მიზეზი მაგის, ალბათ არავინ არ იცის. ვიცით მარტო რამოდენიმე ადამიანმა და კონკრეტულად ეს დიდი რეალური მიზეზი მაგის არ არსებობს. არის რაღაც პატარ-პატარა გაუგებრობა, რის გამოც ალბათ მარტო ქუჩის ბიჭები და ჩემი უთანხმოება კი არა, საერთოდ ჯგუფები იშლებიან. პატარ-პატარა გაუგებრობის გამო შეიძლება ამ ხელმსხვერპლის გაღება, კარიერა შეწირო პრაქტიკულად. მე მგონი ეს ძალიან დიდი მსხვერპლი არ არის. ლალის მე მგონი უფრო კონკრეტული პასუხი ჭირდებოდა მიზეზზე. კი ბატონო. არის როგორც 2 ადამიანის შორის, ისევე ჩვეულებრივი ამბავია, რომ 4 ადამიანის შორის შეიძლება იყოს აზრთა სხვაობა, რაღაცა ალბათ გარკვეული ეტაპის შემდეგ. იყო ისეთი აზრთა სხვაობები, რომ მე საერთოდ სხვა რაღაცას ვაკეთებდი, სხვა რაღაცა მინდოდა იმ პერიოდში. აღმოჩნდა რომ სამს სხვა რაღაცა უნდა და ასე რომ ჩვენ ვერ შევთანხმდით ერთად. ვერ გადავწყვიტეთ, ვერ მოვილაპარაკეთ და მაგიტომაც მოხდა ესეთი. დათმობაზე არც ერთი არ წავიდა ამ შემთხვევაში. ამ გულისხმობ ის 3, ანუ 1-ის წინააღმდეგ ამ პირი. კი, როგორ არა. მეც წავედი რაღაც დათმობაზე, ისინიც წავიდნენ რაღაც დათმობაზე, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ესე მოხდა რომ ჩვენ დავშორდით. არაფერმა აღარ უშველა მოკლედ. ნუ რეალური მიზეზი როგორც ვიცოდი, მაინც არ დასახელდა, გასაგებია და ცდილობ ახლა ფიქრობ შენ რომ აი რეიტინგული კარიერა იქნება და საკმაოდ ესეთი წარმატებული სოლო. კი, შენ. არა, ფიქრობ შეიძლება მე ძალიან ბევრ რაღაცას ვფიქრობ. უბრალოდ რეალური შედეგი შეიძლება აბსოლუტურად. არა, შეიძლება იფიქრო რაღაცა პროგრამა კონდეს და მიაღწიო ამას. არა, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ ძალიან ბევრ ამას და მართლა მინდა, იმიტომ რომ დიდი ხანია სცენაზე ვდგევარ და მანაც თავისებური რაღაცა ისიც. კი, მაგრამ კიდევ მაინტერესებს, იცი,
დათო ხუჯაძე მინდა მაგალითისთვის მოვიყვანო ის სოლო კარიერას როცა შეუდგა საკმაოდ სერიოზული პროდიუსერი დაუდგა მას გვერდით და ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდა მას იმისათვის რომ საკმაოდ ისე წარმატებული მომღერალი ყოფილიყო და აი შენ მარტო მე მაინტერესებს უბრალოდ როგორ გაართმევ ამ ყველაფერს თავს მარტო ალბათ ვერანაირად ვერ გავართმევ აპირებ ანუ პროდიუსერის აყვანას იცით რა მე ვფიქრობ რომ საქართველოში ჯერჯერობით არ არის ეს სიტუაცია რომ მე ვიღაც პროდიუსერი ავიყვანო ალბათ პროდიუსერმა უნდა დაინახოს ჩემში რაღაცა და მან უნდა ამიყვანოს მე ესე ვთვლი და მე აი იმ ეტაპზე ვარ ზუსტად რომ რაღაცა ისეთი საინტერესო გავაკეთო გამოვიდეს რომ ხალხს მოეწონოს და მე შემდეგ გაინტერესდეს ის პროდიუსერი იქნება ანუ შენ პრინციპში ძებნას არ აპირებ ხო არა იცით რა ალბათ თვითონ მიპოვიან თუ ვერსი ვიქნები მაგის აი გასაგებია მადლობა შემდეგი შეკითხვა ნინა თუ ლიზა ლიზა ინტერნეტ რადიო სანეტი ძალიან რთულია ჩემთვის შენზე როგორც შესრულებელზე საუბარი რადგან მაინც ორი სიმღერა გაქვს ჩაწერილი მხოლოდ სოლო სიმღერა და მაინც შენი სახელი უკავშირდება ჯგუფ ქუჩის ბიჭებს მით უმეტეს რომ მართლაც და ძალიან ბევრი გაურკვეველი საკითხი დარჩა ბევრისთვის და მე თავს უფლებას მივცევ და მაინც ცოტას გავშიფრავ იმ სიტუაციას რომელიც აი ახლა არ გაიშიფრა აი შენს და ლალის შორის ანუ 2003 წელი იყო საკმაოდ უიღბლო შენთვის ირაკლი იმიტომ რომ ეს უკავშირდება შენს პირად ოჯახურ დრამასაც ანუ მეუღლეს დაშორდი გარდა ამისა შენ მქონდა რაღაც შავი ზოლი როდესაც იყავი რაღაც გარკვეულ დეპრესიაში და ასე შემდეგ ხო შეიძლება თავს თუდად გზნობდი და მე როგორც ვიცი შენგანაც და ბიჭებისგანაც რომ ბიჭები იყვნენ უკმაყოფილოები რატომ რაღაც ხდებოდა, ანუ ჩავარდნა იყო შემოქმედებაში, ჯგუფის შემოქმედებაში იყო ჩავარდნა, აშკარა. ანუ არ იქნებოდა ხიტები, ამ დროს თქვენ უკვე მიჩვეულები იყავით ამ ხიტებს და არ იქნებოდა ეს ხიტები და რატომღაც ეთყობა იფიქრეს და გადაწყვეტეს რომ ეს ირაკლის ბრალია, იმიტომ რომ ნუ ხეშებს საუბრობ, რა თქმა უნდა, შენ ალბათ შემიწორებ, რომ იმიტომ რომ ირაკლი არ არის ხასიაძე, ირაკლი გამორთულია შემოქმედებით პროცესისგან და აი ირაკლია ყველაფრის დამნაშავე და ირაკლი თუ არ იქნება, ჩვენ ისე ვიქნებით ის ქუჩის ბიჭები, ხო? საბოლოოდ რა რითითაც დამთავრდა ეს ყველაფერი ვიცით, ანუ შენ წამოხვედი, შენ არ ეწინააღმდეგობები ბიჭების აზრს, წამოხვედი და აი დღეს უკვე აი ამ გადმოსახედიდან თუ შეგიძლია გააკეთო ოღონდ ძალიან ობიექტური და არადიპლომატიური შეფასება. მე მესმის რომ დიპლომატია ყველაფერი კარგია, მაგრამ როგორ ფიქრობ შენ? დღეს არგო ამ შენმა წამოსვლამ ქუჩის ბიჭებს თუ შემოქმედებითი კრიზისი მაინც გრძელდება. მე მგონია რომ გრძელდება ამ ჯგუფში. მაგრამ შენი აზრი მაინტერესებს. მეც აი დაგეთანხმები და მგონია რომ რაღაც შემოქმედებითი კრიზისი გრძელდება ჯერ ისე. მაგრამ იცით რა არის ჩვენ მანქანები არ ვართ ნებისმიერ ადამიანს ემართება ის ჩავარდნაც ის რაღაცა დეპრესიაც უხასიათობაც მართლაც მაგის ბრალი იყო რომ რაღაც ხიტები აღარ იწერებოდა თუ რაღაც მაგრამ აქედან გამოძრომა ყოველთვის შეიძლება იმიტომ რომ მე ყოველთვის ვერ დავწერ ხიტებს ხო ან რაღაცა ესეთი შეიძლება მოხდეს ხო მაგი კი არა არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული 1000 გზა არსებობს იმის მაგალითად ნებისმიერი უკეთესი კომპოზიტორები არსებობენ უფრო გაცილებით ხარისხიან მუსიკას და უფრო გემოვნებიან მუსიკას ქმნიან და შეიძლებოდა ეს ყველაფერი რომ კარგად გადაწყვეტილიყო და მე მგონი არ იქნებოდა მაგის პრობლემა ამჟამად თვლი რომ იქიდან გამომდინარე რომ რაღაცა აღარ ჩანს ქუჩის ბიჭები ისე ბუმი აღარ არის მე თვლი რომ შემოქმედებითი კრიზისია იმიტომ რომ ანუ შენ არ იყავი პრინციპში დამნაშავე იმ კრიზისში რაც არა ნუ ალბათ რაღაც ნაწილი მეც ვიყავი დამნაშავე იმიტომ რომ მე რომ დამეწერა ის ხიტი ხო მე რომ უფრო აქტიურად ყოფილიყავი ჯგუფში ხო არ მოხდებოდა ხო ესე და მაშინ თუ შეიძლება ამას მოყვება მეორე შეკითხვა ლიზა სანამ მეორე შეკითხვას დავსვამდე ჩვენ გადაცემაში რეკლამის დროა საუბარს სულ რამდენიმე წუთში გავაგრძელებთ მაშინ ეთერში თოქ-შოუ პრეს-პრესი დღეს სტუმრად ყავს ჯგუფ ქუჩის ბიჭების ყოფილი წევრი ირაკლი ნოზაძე იგივე პიკასო და ლიზას შეკითხვა გავაწყვეტინეთ და უბრუნდეთ შეწყობას. კითხვას გავაგრძელებ, მაშინ მე მაინტერესებს თუ იყო ესეთი საუბარი ჯგუფში, აი მე ისე მაგალითს მოვიყვან, სახის მაგალითი იყო, მაშინ რაღაც ძალიან გაუკვირდა ყველას 2000 წელით დგებოდა და მაშინ პოპულარობის პიკზე ჯგუფი დაიშალა და დღეს ბიჭები ამ ნაბიჯზე პრინციპში აღარ ნანობენ და ამბობენ რომ ეს იყო გამართლებული. იმიტომ რომ ჩვენ დავიშალეთ პიკზე და ყველას კარგად ახსენდება ეს ჯგუფი. მაშინ თუ კი ეს კრიზისი გრძელდება უკვე 1 წელი და მეორე წავიდა, თუ იყო საუბარი ჯგუფში რომ მაშინ პიკასო კი არ წავიდეს, ანუ საერთოდ დაიშალოს ჯგუფი.
არა. არ ყოფილა ესეთი მოსაზრება. არ ყოფილა ესეთი საუბარი, მე არ მახსოვს ესეთი საუბარი და ისე პრინციპში მე ვთვლი, რომ ჯობია აი როცა მაღალ პიკზე ხარ ასული, მაშინ შეწყვიტო თუ რაღაცა აღარ გძელდება წინსვლა, მაშინ შეწყვიტო ურთიერთობა, ვიდრე აი ესე ნელ-ნელა უკან სვლა განიცადო. ანუ ეს უკვე დაგვიანებულიც არის შეიძლება ითქვას, ხო? აი ეს არ ვიცი, ალბათ ვერ გეტყვი. ალბათ უფრო დაგვიანებულია. გამარჯობა ირაკლი, ნინა მორღოლია, ჟურნალი რეიტინგი. ახლა საუბრობთ ჩვენ ჰიტების შექმნაზე და შენ აღნიშნე, რომ არ არის პრობლემა თუ მე ვერ დავწერ დაუშვათ, შემიძლია სხვა კომპოზიტორს მემართო და საქართველოს შენ ესეთი Boyz II Man-ია თუ არ ვიცი, ესე იგი თუ ვინმე სიმღერას ვერ წერს, Boyz II Men-ს მიმართავენ ხოლმე და იქიდან აიღებენ რაიმე სიმღერას და გადმოაქართულებენ ან ინგლისური ტექსტით, აქცენტით ასრულებენ ხოლმე და ეს მერე აიტაცება ქართული მსმენელის მიერ. მე მაგალითად ძალიან მაღიზიანებს ხოლმე ესეთი მცდელობები, იმიტომ რომ ვთვლი რომ Boyz II Men-ზე უკეთესად ქართველი ვერსთვის ვერ შეასრულებს იმ სიმღერას. თუ რაღაც გენიოსთან არ გვაქვს საქმე, ხო? მეთანხმები? კი, რა თქმა უნდა. და რატო გადმოაკეთეთ What's the Deal ერთი სიმღერა, ანუ ანგელოზი და ბავშვი და მეორე End of the Road. გადმოაკეთეთ იქიდან გამომდინარე პირველი სიმღერა ის. Boyz II Men-ის ქართულად სახელწოდებით ეს ანგელოზი და ბავშვი რა ვთქვა. იმიტომ გადმოაკეთეთ რომ ძალიან მოგვეწონა ეს სიმღერა, ძალიან გვინდოდა რომ Boyz II Men-ი გვემღერა, იმიტომ რომ ბავშვობიდან მაგაზე ვიყავით გაზრდილები. და მე მგონი მე მაგალითად მაყოფილი ვარ იქიდან გამომდინარე რომ ეს სიმღერა შეიყვარა ხალხმა, ქართულმა მსმენელმა შეიყვარა. უკაცრავად შეიყვარა, იმიტომ რომ ქუჩის ბიჭები მაიმღერეს თუ შეიყვარა, იმიტომ რომ Boyz II Men მაიმღერა გენიალურად. ეს ალბათ ხალხის გადასაწყვეტია, მე მაგას ვერ გეტყვით. მე გაცილებით ხშირად უსმენდი ხოლმე ქართულად რადიოებში, ვიდრე ინგლისურად. რადიოებში, იმიტომ რომ ახლა პოპულარული ჯგუფი იყო და რაღაც პერიოდის განმავლობაში. ხო, მაგრამ Boyz II Men-ზე პოპულარულები ხო არ იყო. მე მაგალითად არასდროს არ გამიშვია, ბოლოს მუშაობდი რადიო ასხუთში და არასდროს არ გამიშვია ქუჩის ბიჭების მიერ შესრულებული. უშევდი Boyz II Men-ის მიერ შესრულებული. ფაქტია, რომ ძალიან ხშირად ტრიალებდა ხოლმე ეს სიმღერა. და ყველას მოწონდა, ყველას უყვარდა. მე რამოდენიმე ხნის წინაც მომივიდა ესეთი რამ, რომ აი ქუჩაში გავიარე და ბავშვებმა დაიწყეს ანგელოზი და ბავშვის სიმღერა. და არა მაგალითად უძველესი ჰიტი ადექცია. პოპულარული თქვენს ხარჯზე გახდა ქუჩის ბიჭების ხარჯზე? ალბათ უფრო ქართული ენის ხარჯზე, ესე რომ ვთქვა. ვერ გავიგეთ? ქართული ენის End of the Road ინგლისურად იყო ნამღერი. End of the Road საერთოდ არ ჩაწერილა იმის გულისთვის, რომ აქ რადიოში გაჟღერებული. მაშინ ჩვენ რადიოს წარმომადგენლები მოვიდნენ და გთხოვეს, რომ აუცილებლად უნდა მიგეცათ ეს სიმღერა. დავამთავრებთ შეიძლება. ეს შეიწერა იმისთვის, რომ ჩვენი ეს მასალა უნდა გაგზავნილიყო ამერიკაში. ტარდებოდა საერთაშორისო ფესტივალი და არტიმედმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ უნდა წავსულიყავით და გავაგზავნეთ ეს მასალა. შემდგომ მოხდა ისე, რომ ეს ფესტივალი აღარ ჩატარდა და ჩვენ უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ სიმღერა მზა გქონდა და რაღაცა უფრო ახალი იყო, მაგიტომ გავიტანეთ კონცერტზე და შემდგომ უკვე გადავწყვიტეთ, რომ რადიოებში მიგვეტანა. შენ როგორც მუსიკოსი ალბათ სიამოვნებას იღებ ხოლმე სხვადასხვა ჩანაწერების მოსმენისას და რაღაც მომენტებზე ძალიან დიდ სიამოვნებას იღებ. ხო, ეს კარგად იმღერა და ასე შემდეგ. შენთვის როგორც მუსიკოსისთვის, რომელი ჩანაწერია უფრო ღირებული? Boyz II Men-ის თუ ქუჩის ბიჭების დისკი? აი ხა რომ დადო და ამას არჩევათ რო. რატომ მეკითხები? არა, მაინტერესებს უბრალოდ. რა თქმა უნდა Boyz II Men. რა თქმა უნდა Boyz II Men, ხო ჩემთვისაც. მადლობა. შემდეგი შეკითხვა ხატია შემოგი. ხატია შემოგი რადიო ფორტუნა. ალბათ უფრო ლოგიკური იქნებოდა, რადგან ფესტივალზე ჩამოვარდა საუბარი, ესპანეთის თემას დაუბრუნებოდი, მაგრამ მე ამ თემას ნანა არჩვაძეს დავუტოვებ, ის უფრო კომპეტენტურია ამ შემთხვევაში. შენ აღნიშნე სიუჟეტში, რომ ძალიან ბევრ ამას შეცვლიდი, უკან რომ დავუბრუნდე. აი რას შეცვლიდი? ისეთ ალბათ ყველა ადამიანს აქვს რაღაცა ისეთი ცუდი მოგონება ან რაღაცა რა, ეს ჩემ პირად ცხოვრებაზე ვთქვი. აი ჯგუფთან მიმართებაში რას შეცვლიდი? არ წამოხვიდოდი? ჯგუფთან მიმართებაში სიმართლე რო გითხრა, მართლა არ წამოვიდოდი. სიმართლე რო გითხრა, ესე მაგალითად უფრო გაცილებით მეტად დამთმობი ვიქნებოდი რაღაცა სიტუაციებში. რაც უფრო გადამწყვეტია და რაც უფრო ისეთია, აი ჩვენს ურთიერთობაზე მაქვს ლაპარაკი, გაცილებით დამთმობი ვიქნებოდი. ანუ შენი ინიციატივით არ წამოხვედი თუ გაიძულეს რომ წამოსულიყავით თქვი? არა, ალბათ ეს საერთო გადაწყვეტილება იყო, რომ წამოსულიყავით, იმიტომ რომ ჩემი აზრიც და მათი აზრიც უკვე აღარ ქონდა მნიშვნელობა რა. იმას არ ქონდა, რომ ჩვენ ერთად გაგვეკეთებინა. ხა მე გამოვიყენებ ძველ ნათქვამს თუ გვერდში დგომი არ იყოს კარგად. შენ აღნიშნე, რომ შეცვლიდი შენს ცხოვრებას ამ ეტაპზე. კი, შეცვლიდი რამოდენიმე დეტალს, ისეც, რასაც მაგალითად ჩემ ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა.
ირაკლი, მერწმუნე ცოტა რთული დასაჯერებელია, რომ შენი გადაწყვეტილებაც იყო ჯგუფიდან წამოსვლა, იმიტომ რომ შენ 8 წელია ჯგუფში მოღვაწეობა, ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყავი და თქვენ გამოვლილი გაქვთ ძალიან ბევრი გაჭირობა და ცუდი, ხო? და წამოხვედი იმ ეტაპზე, როცა იყო ჯგუფი აღზევებული, ძალიან კარგი ანაზღაურება ჰქონდათ და ძალიან კარგი შემოსავალი და ამ დროს ჯგუფიდან თავის ინიციატივით, საკუთარი ინიციატივით არ მიდიან ხოლმე და ხომ არ იყო რაღაცა ისეთი აუტანელი გაუსაძრესი პირობა, რასაც შენ ვერ გაუძლევ. ხატი ჩემო კარგო, მე მიმაჩნია ესეთი რამ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით საქართველოში ფული ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. მე ვთვლი ესეთ რამეს, რომ თუ შენ სწორ გზაზე დგეხარ, ნებისმიერ დროს შეგიძლია ბევრი იწვალო, ბევრი გააკეთო და ორმაგად მეტი ფული იშოვო. ან იმისათვის, რომ შენ თვითონ კარგად იგრძნო თავი. და იმ წუთას მე იქ რაღაც საკმაოდ დიდი ანაზღაურება მქონდა თუ რა, ამას შემთთვის არ მქონდა იმ წუთას მნიშვნელობა, გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუმცა კი მე მეც ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ მოხდა ჩემ ცხოვრებაში ისეთი ჩავარდნა, რომ მე მეგობრები რომ არ ყოლო და ალბათ დღესდღეობით ვიქნებოდი სადღაც სხვაგან და არა დღეს თქვენთან ერთად. მაგრამ იმ წუთას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, არც ფულს და არც არაფერს. მე ვკარგავდი ბავშვობის 13 წლის მეგობრებს და მე არანაირად არ მიმაჩნდა, რომ ფული ამ შემთხვევაში რამე გადაწყვეტს. კარგი, კიდევ ერთი კითხვა მაქვს, მე მაინტერესებს შენი გადასახედიდან. იპოვა ჯგუფმა შენი შემცვლელი ღირსეული. სიმართლე? სიმართლე. ხოლოდ. ვერა. ვერა. ყოველ შემთხვევაში ეხა პაატა ძალიან კარგი ადამიანია, მე ვიცნობ მას პირადად. მე შემოქმედებითად მაინტერესებს. შემოქმედებითადაც ვიცნობ პირადად. უბრალოდ ალბათ შეიძლება მე ხა ესე ობიექტურად ვერ შევაფასო და რაღაც სუბიექტური აზრი იყოს. იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დროა უკვე გასული იმისთვის, რომ დაგვენახეთ ჯგუფის წარმატებები. მე ვთვლი, რომ რაღაცა რომ უყურებ ამ ბოლო დროს 4-ეულს, ხო? მგონია რომ პაატა კიდე ჯერ კიდე სხვაგან არის. მე მგონი არ არის გამორიცხული კი არა, მე მგონი რომ ჩაჯდება, იმიტომ რომ 4-ეულს ადნახულობ ხოლმე ჩვენს გულხარი. სხვადასხვა კონცერტებზე. მადლობა. გასაგებია, დიდი მადლობა ნანას შემდეგ შეკითხვას დასვამს. გამარჯობა, ნანა არჩაძე, გაზეთი ქრონიკა. ხატია უკვე ახსენა, ამიტომ ამ თემას გავაგრძელებ. აი ეს ერთ-ერთი დეტალი ესპანეთის ალიკანტე ხომ არ იქნებოდა, რასაც შეცვლიდი შენ ცხოვრებაში. რა გუკონკრეტეობ? მოვყვები მაშინ ისტორიას. თქვენ 2 წლის წინ წახვედით ზარზეიმით გაგაცილეთ საქართველოსდან ესპანეთში ფესტივალი. მართლაც ასე იყო, აჟიოტაჟით და ასე შემდეგ. თქვენ ჩახვედით ალიკანტეში. მე ეხლა შემდეგ მოვყვები რა იყო სინამდვილეში, თქვენ დაბრუნდით საქართველოში, ჩამოიტანეთ პრიზი, დიპლომი, გრან-პრი და საკმაოდ ხმამაღალ ისეთ განცხადებებს აკეთებდით, ახლა რადგან ქუჩის ბიჭელი ხარ, სწორედ ამიტომ აკეთებდით ხმამაღალ განცხადებებს, რომ აი გავიმარჯვეთ და აქაც ისე ზარზეიმით დაგხვდით და მთელი საქართველო მოკლედ ბიჭებმა გაიმარჯვეს. ხო, ეს იყო ყველაფერი. თუმცა ცოტა ხნის წინ, დაახლოებით 2-3 თვის წინ, მანამდეც იყო ამაზე საუბარი, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არც უბრალოდ საბუთი არც ერთ ჟურნალისტს არ გააჩნდა. და გაზეთ ქრონიკაში გამოქვეყნდა ის სურათები, ის მასალა, რეალური ისტორია იმისა, რაც იყო ალიკანტეში. ანუ იქ არ იყო არანაირი დარბაზი, ეს იყო რაღაც ასფალტის ესეთი ძალიან უხეშად აგებული სცენა, სადაც იდგა რაღაც ყვავილები, ну, მოკლედ საშინელი სცენა, ასე პირდაპირ ვიტყვი. ის პრიზი უფრო გრან-პრი უფრო სწორად ნაყიდი იყო სადღაც იქვე მაღაზიაში $15. მოკლედ ეს ყველაფერი და ანუ ეს იყო ის გრანდიოზული ფესტივალი, რომელზეც თქვენ ასეთი აჟიოტაჟი ატარებთ. ერთადერთი რამ მე დანარჩენ სამ ბიჭთან ეს უბრალოდ გავარკვიე და მათი პასუხი ვიცი, ძალიან მაინტერესებს ირაკლი. აი რა ჩამოხვედით საქართველოში. გულახდილად რო გეთქვათ, რომ იქ, ხო, ასეთი სიტუაცია დაგხვდა, არ მოგეტყუებინათ არავინ და უბრალოდ გეთქვათ გულახდილად გეღიარებიანთ, რომ იქ აი მოგვატყუეს და იქ ჩავედით და ესეც საშინელ ფესტივალ. ფესტივალიც არ იყო, რაღაც 5 მონაწილე იყო და თქვენ გაიმარჯვეთ. 12. ნუ 12, რა მნიშვნელობა აქვს? ფესტივალი ხო არ იყო. ფესტივალი იყო 12 მონაწილე. შენი თუნდაც ეს ქუჩის ბიჭების ალბათ ერთობლივ გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ თქვენ საქართველოში მოდი ჩავიდეთ და კასეტები გააქრეთ მართლაც. არ არსებობდა კასეტა, სურათები გადაღებული არ არსებობდა. კასეტა რა? ანუ კასეტა, ვიდეო ფირი, სადაც აღბეჭდილი იყო ეს ფესტივალი, ბჭყალებში ფესტივალი, არც ფოტო მასალა, არც ვიდეო მასალა არ არსებობდა.
უბრალოდ აი ამაზე შენი კომენტარი ხო არის? ფოტომასალა არსებობს, მე მაქვს სახლში სურათები. სხვა შორის ის ფოტომასალა რო გამოვაქვეყნე, ესე მითხრეს ირაკლის მოცემული ხომ არ არისო, მაგრამ მაგას არ გეტყობდნენ, იმიტომ რომ სულ ახლა ვიპოვე ეს ფოტოები, ჩამოტანილი ჩიპზე მქონდა და ჩიპიდან ახლა გადმოვბეჭდე სულ ახლა ხანს. რაც შეეხება ფესტივალს, იყო ფესტივალის უშუალო ორგანიზატორი იყო ქალბატონი მანანა გოგოლაძე, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ერთად გაზრდილები. დიდი ხანია იქ არის ასული და თავისი რაღაცა ასოციაცია, რაღაცეები, ნუ იქ არის ძალიან დიდი ხანია და მან გადაწყვიტა რომ გაეკეთებინა ესეთი ფესტივალი. იყვნენ ჩამოსულები სხვადასხვა ქვეყნიდან, მე ზუსტად არ მახსოვს, იყვნენ რუსეთიდან ჩამოსულები, იყვნენ მოლდავეთიდან ჩამოსულები, ვიყავით საქართველოსდან ჩასულები. ფესტივალი არ ჩატარებულა დარბაზში, ფესტივალი იყო. თუმცა უკაცრავად ინტერვიუში, ერთ-ერთ იმდროინდელ ინტერვიუში თქვენ ამბობდით, ტაშით დარბაზი დაინგრა. ხო, ეხო ქონდა. არა, სერიოზულად, იმდროინდელ პრესაში მე ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე უბრალოდ რადგან ამაზე მასალას ვაკეთებდი, გადავავლე იმდროინდელ. როგორ უნდა ვთქვა, ტაშით ბაღვენახი დაინგრა, თქო, არა. ნუ სადაც იყო, ბაღვენახში იყო, ეს იყო რაღაც ნუ რაღაცა, ხო, პარკი იყო ძალიან დიდი, სადაც იყო გაკეთებული, არის, ეხაც არსებობს, ეს არის სხვადასხვა ფესტივალები ტარდება, რამოდენიმე, სხვათა შორის ალიკანტეში რამოდენიმე ადგილია ესეთი, ერთი არის აი ცენტრი, სადაც დიდი ბულვარია გაკეთებული. მეორე იყო ცოტა მოშორებით, ღრმად ქალაქში შეტანილი, ანუ პლაჟიდან მოშორებით, სადაც ჩვენი ფესტივალი ჩატარდა, ეს იყო ბაღი, ჩვეულებრივი, სადაც იყო ძალიან ლამაზი სცენა გაკეთებული, ეს ბრგვალად. ასფალტის სცენა როგორ? არა, ასფალტის სცენა არ იყო, რაღაც ისეთი იყო. ნუ ბეტონის უკაცრავად შემეშა. მაგას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. არა, მოკლედ უფრო კონკრეტულად ირაკლი, ხო? უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მართლა მოხდა ესეთი რამ და მართლა იყო ისეთი თვითონ ეს სიტუაცია ისე იყო, რომ ყველაზე კარგად ვიმღერეთ ჩვენ. აქედან გამომდინარე პირველი პრემია მოგვცეს ჩვენ. ვის ყველაზე კარგად? აი ეს იყო მე ქალბატონს ვესაუბრე და სწორედ ეს კითხვა. ვის შორის? ანუ იქ იყო ქართული ანსამბლი ქუთაისიდან რომლებიც ცეკვავდნენ და თუნმე არ ცეკვავდნენ საერთოდ, ანუ ცეკვა საერთოდ თითქმის არ ეხერხებოდათ. იყვნენ იქაური საქართველი, იქ ემიგრირებული ქართველები, ბავშვები, რომლებიც ნუ ახლად იწყებდნენ სიმღერას და ისიც ასე შედარებით მღეროდნენ, ასე თუ ისე და თქვენ ნუ ცოცხლად ცდილობდით გემღერათ. ანუ უფრო დავაკონკრეტოთ ნანას შეკითხვა. ეს ფესტივალი არ იყო დავუშვათ ისეთი გრანდიოზული, როგორც თქვენ მოგვაწევთ გააკეთეთ და როგორც თქვენ ინტერვიუებში ხო აღნიშნილი და სრულიადაც არ იყო თქვა ეს ფესტივალი ისეთი გრანდიოზული, მაგრამ აი ესე ელი რომ მღეროდნენ ამ ჟარგონით ყველაზე კარგად გამოგვივიდა ჩვენ სიმღერა და აქედან გამომდინარე რა ვიღეთ პირველი პრემია ჩამოვედით საქართველოში ზარზე იმის თუ და რატომ გავუკეთეთ ამ ყველაფერს რეკლამა რომ ეს იყო გრანდიოზული ფესტივალი თუ კი ელი მღეროდნენ ეგ ადამიანები ხო ნუ ეს ალბათ ხალხის გადასაწყვეტია ხალხის გადასაწყვეტია იცით რა რაც იყო როგორც იყო ეს ჩემი მოყოლა აღარ არის ესე იგი საჭირო ხო არა ეს მე უბრალოდ ციტირებას ვაკეთებ იმისას რომ ის იყო ფესტივალი ის არ იყო ისეთი ფესტივალი რომ იქ გამოსულიყო ვიღაცა ვთქვათ ისეთი დონის მომღერალი რომ არა ვიცი ხო რაღაც მაგრამ თუმცა მე იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ავიღეთ პირველი ადგილი ეხლა თქვენ გააკეთეთ დასკვნა რომ ჩვენ ავიღეთ პირველი ადგილი და ესეთი დონის ფესტივალი იყო ირაკლი ქართველი მომღერლები ხან გამოდიან რაღაც საშინელ დარბაზში ხან გამოდიან კარგ კლუბში და სხვა რამ არსებობს ხო მაგრამ აქ არის თვითონ ფაქტზე საუბარი თქვენ პრინციპში მართალია ბიჭები გამინაწყედნენ ამაზე მაგრამ თქვენ პრინციპში მართლაც მოიტყუეთ ეს ხო ტყუილი იყო მოვიტყუეთ ერთი სიტყვა გრანდიოზული გრანდიოზული და ანუ არტიმედმაც არ იცოდა სხვათა შორის გონი რომ თქვენ ასეთი დონის ფესტივალზე იყავით წასული. არა, ასეთი დონის ფესტივალზე. არა, მათ იცოდნენ რომ თქვენ ფესტივალზე მიდიოდით, თუმცა მათ არ იცოდნენ რომ თქვენ ასეთი დონის. უბრალოდ გულახდილები არ იყავდეთ, თქვენ უბრალოდ მოიტყუეთ. დაწვრილებით ყველაფერი, სანამ ფესტივალი ჩატარდებოდა 15 დღით ადრე მოვიდა ფაქსი, სადაც ყველაფერი აღნიშნული იყო. აბსოლუტურად ყველაფერი. როგორ იქნებოდა, რა იქნებოდა, რანაირად იქნებოდა და ჩავედი. სიმართლე რო გითხრათ, იქ არ დაგვდა ზუსტად ისეთი დონე, რაც ნათქვამი იყო, მაგრამ რაც იყო, ეს იყო.
და მართლა ავიღეთ ჩვენ პირველი პრემია და მართლა ჩამოვედით საქართველოში და მართლა გამიხარდა, იმიტომ რომ გასაგებია ფესტივალთან დაკავშირებული თემა პრინციპში უკვე ირაკლი ერთი კითხვა მაქვს კიდე ლუკათ შეიძლება ფესტივალთან დაკავშირებით 1000 მითქმა იყო ამ ფესტივალზე და იყო ერთი ვერსია რომ ეს იყო სპეციალურად გაკეთებული მოწყობილი ქალბატონი მანანასგან ფესტივალი ეს იყო რაღაც ერთგვარი მაფია რომ აქედან წამოყვა თუ ამრავი ადამიანი რომელიც გზადაგზად ჩამოვიდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ანუ ეს იყო რაღაც ემიგრირებული ავტობუსი თუ რაღაც სატრანსპორტო საშუალება ითაც გაკეთდა ძალიან დიდი ფული და ნუ თქვენც გამღერეთ და გარანტირებული ქონდათ ის გრან-პრი რითიც თქვა საქართველოში თავს მოიწონებდით მაგრამ ამით უფრო მეტი გააკეთა იმ კომპანიამ ვინც წაგიყვანათ ანუ ეს იყო რაღაცა მაფია რაც ძალიან ხშირია რომ მიყავთ ხალხი და ტოვებენ გზადაგზად და მაინტერესებს ის მართალია თუ არა იცი რა ეს არ ვიცი თუმცა მე ერთი რამე გამიკვირდა ის რომ ქუთაისიდან კი არა საქართველოსთან ძალიან ბევრი ხალხი წამოსულა მე უბრალოდ ის გამიკვირდა რომ დავინახე ორსართულიანი დიდი ავტობუსი და 16 რომლებიც ის ავტობუსი ნახევრად სარილი დაბრუნდა უკვე ხო 16 თუ 17 კაცი რომ ჩამოვიდა მე ვიფიქრე რომ უფრო ალბათ ეკონომიური იქნებოდა რომ რაღაცა პატარა მარშრუტით წასული მე ეს გამიკვირდა დანარჩენი ანუ არ ყოფს შენ ამ ფაქტს რომ გზადაგზა ხალხი დატოვეთ არა მე არ ვარყოფ მე ეს ჩემი საქმე არ არის მე ჩავედი ფესტივალზე თქვენ არ იყავით საქმის კურსში ესე იგი არა რა თქმა უნდა თქვენ ალიკანტეში ჩახვედით ავტობუსით არა არა თვითმფრინავით ერთი ბარსელონაში ჩახვედი და იქიდან ავტობუსით ჩავედით ბარსელონაში და ბარსელონიდან წავედით მე ავტობუსით ჩაოლებრივი სამგზავრო ავტობუსით რეისით და ჩავედით და თუ შენ იყავი ორგანიზატორი ამ ფესტივალის შენ არ იცოდი ვინ მოყვებოდათ არა მე რაც მეხებოდა იყო ის რომ უნდა ჩამჯდარიყვნენ ქუჩის ბიჭი. ანუ ნებისმიერ სურვილს შეეძლოთ თქვენთან ერთად წამოსვლა, აი მე რომ მოსულიყავი ჩამჯდარიყავი ავტობუსში, არა ყურადღებას არ მომახება. მე არ მებარა საქართველოსდან წასული დელეგაცია, მე მებარა ქუჩის ბიჭები. გასაგებია. კარგი, დავა მადლობა ღმერთს რომ ქუჩის ბიჭები დაკავშირებით შეიძლება ძალიან დაგზა არ ჩამოვიჩნენ სადმე. ირაკლი, როგორც გავიგე, მე ზუსტად გავიგე, არ ვიცი, არტიმედში მოვიდა ფაქსი, თქვენ ამ ფაქსის მიხედვით აღმოჩნდით ალიკანტეში გაქარწყლდა ეს თქვენი იმედები, არ აღმოჩნდა ეს ფესტივალი, ანუ მოგატყუეს, შესაბამისად თქვენ ჩვენ მოგვატყუეთ საზოგადოება და საბოლოო ჯამში პასუხისგებლობის საკითხი იმ ორგანიზატორებს მე მაინტერესებს დადგა თუ არა თქვენ. ვალი, არ აღმოჩნდა ეს ფესტივალი, ეს არის სისულელი. აღმოჩნდა ფესტივალი, არ აღმოჩნდა იმ დონის ფესტივალი. რასაც ჩვენ ვფიქრობთ, იმიტომ რომ ეს მოგეხსენებათ პირველი გასვლა იყო ჩვენი. და რატომ არ მე ფესტივალი წარმომიდგენია სხვანაირად. რატომ არ თქვით ამის შესახებ, რომ ეს არ იყო გრანდიოზული ელემენტარულად? გეთქვათ სიმართლე, აღიარება ესეთი ძნელია, ნუ მაინტერესებს. არ იყო ესე წერია რომ ჩვენ თქვით რომ ეს არის. ჩვენ პრესა პრაქტიკულად დავირაზმეთ იმისათვის რომ ეს იგი ქუჩის ბიჭები გვეღიარებინ და რაღაც სერიოზულ გმირებად. რომლის უბრალოდ სირცხვილია პრინციპში ასე რომ ჯობია. სხვა იცით ვინმე ალიკანტედან ჩამოვიდა ფესტივალიდან და ჩამოიტანა პირველი ადგილი. ძალიან კარგი. კარგი, შემდეგი შეკითხვა. კითხეთ მამუ კაონაშვილს, ზუსტად დაგისახელებთ რა სიტუაციაც იყო იქ. ანალოგიურზე ვიყავით ჩვენ წასული. ალბათ უფრო კარგი დონის იყო, ეხლა იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა ისწავლა ადამიანმა, ვინც მოაწყო. პიკასო სამშვიდობისა, საშა კაცმანი რადიო პროდიუსერი. მე სხვადასხვა ქუჩის ბიჭებთან დაკავშირებით რას თავისებური წვლილი მაქვს. მე მიწვის წვლილია ამ ჯგუფის განვითარებაში თავის დროზე მე ძალიან კარგად მახსოვს თქვენი ჩამოსვლა თბილისში, თქვენი პირველი სინგლის ჩაწერა. პიკასო, მე შენთან ესეთი კითხვა მაქვს. თუ გამოვრიცხავთ Boyz II Men-ს, ცოტა ჯოდესის, ცოტა Babyface, ცოტა All for One-ს, რა აქვს ქუჩის ბიჭებს? საერთოდ მე პიკასო დღეს კიდევ შენ აღიქვავ როგორც ქუჩის ბიჭს, ანუ როგორც ამ ჯგუფის, ნუ ex მონაწილეს, მაგრამ მიუხედავად ამისა ასოციაცია არის ძალიან ძლიერი და მისი დღესდღეობით ესე გარღვევა ძალიან რთულია და შემოგიწევს ძალიან დიდი საქმის გაკეთება იმისათვის რომ შენ ამ ასოციაციას გაცდე. მე შენი აზრი მაინტერესებს, რა აქვს ქუჩის ბიჭებს შექმნილი თავისი? გასაგებია, კონკრეტულად შეკითხვა. თუ ჩვენ გამოვრიცხავთ აი ბოლო წლების განმავლობაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული ვიძახი. საერთოდ ჩვენ თუ გამოვრიცხავთ Wonders, ალბათ დაგვრჩება რეტრო მარტო. ხო? სხვადასხვა ჯგუფებიდან და სხვადასხვა მომღერლებიდან ვსწავლობ მეც და შემდგომ ამ ყველაფერს ვაჯვარებ, მუშაობ რაღაცა და რაც გამომივა ის არის ქუჩის ბიჭები. შენ ალბათ Souls გავწდები. ხო? იმიტომ რომ რაღაც ყველა კარგი ჯგუფი ჩამოუთვალე, მე მგონი.
ყველა კარგი ჯგუფის ნამუშევრიდან რაღაცა აქვს აღებული ქუჩის ბიჭებს. კარგი, რემიქსის მაგალითს მოგეყვან. თქვენი სიმღერის რემიქსი, არ მახსოვს ზუსტად რა დასახელება იყო ამ სიმღერის, მაგრამ ერთ-ერთი რემიქსი ზუსტი კალკა არის Funkstar Deluxe-ის Sunshine Reggae-ის რემიქსი გეტყვი ერთს. გეტყვი ერთს ბიტი. ერთი ერთზე ინტრო, ანუ ეს ბიტიც და ინტროც ერთი ერთზე არის აღებული Funkstar Deluxe-ის double edit-ზე, ანუ 8 წუთიანი რემიქსი ზუსტად ერთი ერთზე, ჩვენ სხვადასხვა Crazy-ს თხოვეთ DJ-ს და ისე კარგად გადამიქსო, ისე დაждდა. ფანტასტიკური. ანუ აქ მხოლოდ soul-ზე არ მიდის საუბარი და მხოლოდ Wonder-ზე და ამ ჯგუფებზე, ხო? რემიქსზეც მომყავს ესეთი მაგალითი. ფაქტია, რომ თქვენი სიმღერები იყო პოპულარული და ხალხს უყვარს დღესაც. ამას არავინ არ უარყოფს პიკასო. მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად თქვენ ორიგინალურები იყავით, რამდენად ქუჩის ბიჭებმა საერთოდ შექმნა და მე საერთოდ ქუჩის ბიჭები მიმაჩნია დღეს გადამწიფებულ ბოიბენდად. ანუ ბოიბენდი, სადაც ბიჭებს ძოლები ყავთ, შვილები და შვილიშვილები, უკვე ბოიბენდი არანაირად აღარ არის, ხო? მენბენდი გახდა, ხო? ხო, რაღაც ისეთი რა, არ ვიცი. Grandfather band-ი უნდა დააკეთო. და ახლა შეიძლება მეორე წრეზე გავუშვათ. ხო, მეორე წრეზე. მე იცი რა არის? აი ამასთან დაკავშირებით კითხვას დაგისვა. როცა შენ იყავი ქუჩის ბიჭების წევრი, შენ მღეროდი იმას, ქმნიდი იმ მუსიკას, რომელიც გინდოდა? კი, რა თქმა უნდა. ანუ შენ რასაც ქმნი დღეს, როგორც პიკასო, ხო? რო არ ვიცოდე, რომ შენ ქუჩის ბიჭებიდან წასული ხარ, მე არანაირ განსხვავებას ჯერ ვერ ვუხსნი. ანუ შენ აღძელებ არაფერი გამიკეთებია. არა, მე საუბარი მაქვს იმ ორ სინგლზე, რომელიც შენ გამოუშვი, რომელშიც სხვადასხვა ძალიან დიდი ხნის რაღაც პერიოდიკას უსმენდი და რაღაცნაირად მახსენდებოდა ის პერიოდი, როდესაც შენ იყავი ამ ჯგუფში. ანუ შენ აგრძელებ იგივეს, რასაც აკეთებ. შენ არაფერს ახალს არ თავაზ. როგორ აპირებ შენ ამ იმიჯიდან გამოსვლას? და მორჩით მაგაზე საუბარს რადიოში ახსნას, რომ ჩემ პირად ცხოვრება, მე ჯგუფი, მე სტრესი, გვესმის ყველაფერი ადამიანი ხარ, ნებისმიერ შეიძლება მოუვიდეს. მაგრამ დღეს საუბრობ, ჩვენ დღეს მოხვედი, როგორც პიკასო, როგორც არ ვიცი, შეიძლება რაღაც გადაირქვა და ახალი სახელი აიღო, მაგრამ ფაქტია, მაგრამ როგორც კახაბერს ვესაუბრებ თავის დროს. მაგრამ ფაქტია, მე მაინტერესებს, რას აპირებ შენ შემოგთავაზო იმისათვის, რომ ჩვენ აღარ აგიქვათ შენ როგორც ქუჩის ბიჭი. გასაგებია საშა შენ. გასაგებია. ვაპირებ ძალიან ბევრ მუშაობას იმისათვის, რომ მართლაც რაღაცა განსხვავებული შეიქმნას, რაღაცა უფრო კარგი. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება აი როგორც შენ ახსენე წეღა რემიქსის თაობაზე, შეიძლება იყოს რომელიმე რაღაცა განთქმული ჯგუფის რაღაცა loop ვერსია, რომელიც მართლა ესე გამოვიყენე როგორც loop ვერსია, იმიტომ რომ ეს იყიდება ჩვეულებრივი საუნდებად სიდებზე, რომელსაც ხმარობ შემდეგ შენ გემოვნებით. არ არის ეს გამორიცხული, იმიტომ რომ დღესდღეობით იმდენი პროდუქცია და ისეთი პროდუქცია შექმნილი ჩვენზე გაცილებით მაგარი ხალხისგან, რომ ჩვენ ალბათ იმათზე ერთი თვითეულ ხმაზე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ალბათ ერთი 15 წელი. და აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ იქ იყოს რომელიმე ცნობილი ლუპი აღებული, ან რომელიმე ცნობილი დრამერის რაღაცა ხმა აღებული, უბრალოდ იყოს სხვა მუსიკა შემოთავაზებული, რაღაცა ცოტა მოქართულო, რაღაცა მოთანამედროვეო და რაღაცა ესეთი. როგორ ფიქრობ? ჯერჯერობით მე ამას ვცდილობ რომ გავაკეთო. ეს ორი სიმღერა განსხვავებულია იმისგან, რასაც ქუჩის ბიჭები აკეთებდა? არა. არა, ანუ ცოტათი განსხვავებულია, იმიტომ რომ აქ გაცილებით უფრო ჩემი აზროვნებაა ჩადებული ამ სიმღერაში, ჩემი სურვილი, როგორც მე მინდოდა ისე მემღერა და 13 წელი ჯგუფში ვიყავი და ხო ორ სიმღერაში ესე ადგილად ვერ გამოვხატავ მე რა რისი თქმაც მინდა და რაც მინდა, იმიტომ რომ იქ ჩემი გავლენაც იყო, ხო, იმ ჯგუფში, ხო, მეც ხო ვაკეთებდი, ხო, რაღაცას. პიკასო შენ სამართლიანად მიგაჩნია ქუჩის ბიჭების მიერ ბოიბენდის ნიშის დაკავება დღემდე? ანუ შენ სხვა არ მიგაჩნია ეს ჯგუფი გადამწიფებული? იცი რა, ჯგუფ ქუჩის ბიჭებს ძალიან დიდი შანსი რა გითხრათ, მაგრამ აი საკმაოდ ისეთი შანსი აქვს გახდნენ კიდევ პირველები. თუ კარგად იმუშავებენ და თუ უფრო მაგრად პირველები ამ შემთხვევაში როცა საქართველოს შოუ ბიზნესზე მოხდა ლაპარაკი, რომ ისევ წამყვანი ადგილი დაიკავა, როდესაც რამოდენიმე წლის წინ, 2 წლის წინ მაგალითად პირველი ადგილი გვეკავა ისევ, ხო? შენთვის კაი ინფორმაცია მაქვს, ბოის თუ მენი ახალ სიმღერებს წერს. კარგია.
გასაგებია თაკოს არ დაუსვამ შეკითხვა. კი, თაკო აგარაშვილი ჟურნალისტარა, ხა შენ თქვი რომ ჯერ სულ ორი სიმღერა ჩავწერეო და როგორ შემიძლია ამითი ვთქვა, ციტირებას ვერ ვაკეთებ, მაგრამ მგონი სწორს ვამბობ, ხო? რომ ზუსტად როგორ ვთქვა, ჯერ ორი სიმღერით როგორ ვთქვა, ჩემი სათქმელიო, რასაც ვაპირებ სამომავლოდო და რაღაცა რადიკალურად განსხვავებული როგორ გავაკეთო, სულ ორი სიმღერითო? არა, რადიკალურად განსხვავებული როგორ გავაკეთო ორი სიმღერით ეს არ არსებობს. ხო და ანუ ჯერ რაღაცა რადიკალური ნაბიჯი არ გადაგიდგამს, ჯერ მხოლოდ ორი სიმღერა ჩაწერე და შენ თქვი რომ ჯერ მხოლოდ ამ ორ სიმღერაში ეს ორი სიმღერა ვიმღერე ისე როგორც მე მინდოდა მემღერაო და როგორც მე მინდოდა მეთქვაო და უკაცრავად პირველი არ მაქვს მოსმენილი, მაგრამ ერთი რაც მოვისმინე, ერთი ერთზე არის აღებული რომ სახელს რაღაც 2 საათი ალბათ ვიხსენებ და ვერ გავიხსენე იმ ბიჭის, რაღაც ახალგაზრდა ბიჭია სახელი და თბილისის რადიოში, არ ვიცი წელებს. ხო, რაღაცა ესეთი თქვა 12 წლის არ არის, მაგრამ არ ჩენზე 20 წელი დიდი არის და ნამდვილად ვიცი რომ ეს სიმღერა მოსმენილი მაქვს ძალიან ბევრჯერ. მის სამღერის ალბათ რაღაცა ერთი ფრაზა მახსოვს, აქედან გამომდინარე ვერ მოგედავები რომ თვითონ სიმღერა მახსოვს თქო, მაგრამ ალბათ დამეთანხმები რომ ეს სიმღერა არის ერთი ერთზე აღებული, უბრალოდ ქართულად ტექსტი დაწერე. ისიც შენ დაწერე თუ ალბათ შენ დაწერე, არ ვიცი. ახლა არ ვიცი, ვინ დაწერე, მაგრამ ერთი ერთზე არის აღებული და შენ გინდა, ხო რა და შენ გინდა ესე იგი გითხრა რომ ეს ორი სიმღერა იმღენო, ორი თუ არა, ამ ორი სიმღერა ერთ-ერთი მაინც იმღერა, ისე როგორც შენ გინდოდა და არა იმ სიმღერის ორიგინალურ ავტორს, ანუ ორიგინალური სიმღერა ეს შენი არ არის და ესე თუ გააგრძელე ვინ გითხრა რომ ეს სიმღერა ირაკლი ნოზაძისაო? არა, მე არ მეთქვამს რომ შენიაო, მაგრამ შენ თქვი რომ ეს ორი სიმღერა ვიმღერა ისე როგორც მე მინდოდა. მე შეიძლება ხვალ სული და ჩემი სათქმელი ვთქვი ორი სიმღერითო და ისე ვიმღერე როგორც მე მინდოდაო და ისე არ იმღერე როგორც შენ გინდოდა, ის იმღერე როგორც სხვა მიმღერა. ხო, ეს სიმღერა მე ვიმღერე და ვიმღერე როგორც მე მინდოდა. იქ გამორიცხულია სხვა რაღაცაზე ლაპარაკი, ანუ აქ არც ისაა დაფიქსირებული რომ ეს არის ირაკლი ნოზაძის სიმღერა, ეს არის ამის კომპოზიტორს მეც ვერ დაგისახელებ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ძველი სიმღერა. მე შემიძლია ამის ვარიანტები მოგასმენინოთ, რამოდენიმე მომღერალს აქვს ნამღერი, ეს სიმღერა ერთ-ერთი არის გეტ რობი სტიუარტი. მე ერთი მოხსოვს. ეს არის დენიელ ბედინგფილდი, როგორც ვიცი ამ სიმღერის ავტორი. ეს ერთი რობი სტიუარტის არსებობს მეორე ვარიანტი, არსებობს კიდე რაღაცა ვარიანტი ამ სიმღერის. უბრალოდ მე ხა ვერ გავიხსენებ, უბრალოდ ის ცოტა უფრო სხვანაირი შესრულებით არის და მე მინდოდა რომ ეს სიმღერა შემესრულებია, ამას ვერც ვერ უნდა დამიშლის, თუ არ მოგწონთ, რა თქმა უნდა არ უნდა მოусმინოთ და რა ვიცი, მე ვიცი რომ ათეულში იყო ეს სიმღერა შესული. კარგი, კიდევ რა მინდა გკითხო, კი მაქვს კიდევ შეკითხვა. მოდი, მე გეტყვი ჩემი აზრით ლოგიკა როგორია და თუ არ მეთანხმები, მაშინ შენი აზრით ლოგიკა როგორია მითხარი. კარგი, ქუჩის ბიჭები არაერთი წელი არსებობს. ჩემი გემოვნების სუბიექტური აზრის მიუხედავად ეს ჯგუფი იყო პირველი პოპულარობით. და ეხლა რა მინდა გითხრა, ფაქტობრივად პირველი არა მარტო იმით ვერ გახდები, რომ უბრალოდ კარგი ხმა ქონდეს ან ნიჭიერი იყო, ხო? აქ გათვლა უნდა, აქ რაღაცა დაფიქრება უნდა, ალღო უნდა, ხო, რაღაცა ისეთი ყნოსვა უნდა, უხეშად რო ვთქვა, რომ რაღაცა შოუ ბიზნესში ადგილი დაიკავდა თანაც არა უკანასკნელი და პირველი. ხო და მაინტერესებს შენ ამბობ რომ აი თქო კიდე ჰიტი დამეწერა, ფაქტობრივად რაღაცა შენ ჰიტებს წერდი, შენ მამოძრავებელი ძალა იყავი. როგორ ფიქრობ შენ რომ მართლა ასეთი მამოძრავებელი ძალა ყოფილიყავი? სამი კაციდან არც ერთ არ ეყოფოდა ჭკუა რომ შენ არ წასულიყავი ჯგუფიდან? მე არ ვიყავი ძირითადი მამოძრავებელი. ძირითადი თუ არა, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა სიმღერა შეწერდი, ორანჟირება შენ აკეთებდი, ყველაფერს რასაც მღეროდნენ აკეთებდი შენ. არ მithქოს რომ მე ვარ ქუჩის ბიჭების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა. მე ვიყავი ერთ-ერთი მათი შემადგენელი ნაწილი. და ძალიან ბევრ ამას იღებდა თავის თავზე, ხო? თუ მე ჩვენ ერთად ვიყავით 4-ეული და ჯგუფი იყავი და პირველ ადგილს, ესე იგი მეც რაღაცას ვაკეთებდი, ხო? აქედან გამომდინარე და იცი რა არის? კიდე რაღაცა შემეკითხე და მინდოდა ძალიან რომ მეპასუხა. მართლა ეხლა ძალიან როგ და მოდა დაიმახსოვრებდი. ანუ რაღაცა მე ესეთი რომ ყოფილიყავი ესეთი ძალიან კარგი. არ გამოგიშვებდნენ. არ გამოგიშვებდნენ, იმიტომ რომ სამი კაცთან ერთ-ერთი მაინც ეყოფოდა ჭკუა თქო მაგისტვის თქო. იცი რა ერთადერთი რის რაზეც მადლობელი ვარ საერთოდ ქუჩის ბიჭების. ერთადერთი არა, რამოდენიმე ძალიან ბევრი რაღაცის, მაგრამ ერთ-ერთი ჩვენთან ის იყო კარგი, რომ ჩვენ აი მე მაგალითად და ქუჩის ბიჭები ერთმანეთს დავშორდით ჩვენი მეგობრული ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენი რაღაცა არა მარტო საქმით. იმიტომ რომ მაგალითად სხვა ჯგუფი, რომელიც ესეთ ხელოვნურად შეკრებილი ჯგუფი და პოპულარობისთვის და რაღაცა კონკრეტული მიზნის განსახორციელებლად ან ბიზნესისთვის შეკრებილი ჯგუფი
არ დაიშლებოდა. კარგი, მაგრამ ანუ იმას ვიძახი, რომ რაღაცა ჩვენთან არ იყო მარტო ის, რომ იცი რა, მომღერლები ვართ და всё, ჩვენ ვიყავით მეგობრები. ჩვენ ვერ გავუკეთ ერთმანეთს მეგობრულად და მაგიტომაც დავშორდით. კარგი და რომელ აქ მეგობრობაზე ვლაპარაკობთ, როცა წავიკითხე შენი ინტერვიუ რაღაცა ძალიან ცოტა ხნის წინ და შენ იქ ამბობ, რომ ერთხელ მითხრეს, რომ მაგალითად მოკავს ანუკაც, რომ ორჯერ მითხრა, ნუ ინტერვიუს ახალი წამოსული იყავი რა ჯგუფიდან და ანუკა მოკავს მაგალითად, რომ ანუკას რომ ორჯერ რომ მითხრა არაო, მესამედ არ მithოვიაო და სულელი ერთი 70 ჯერ ხო. ხო, ნუ ესე ეწერა რა, და ხა მე არ ამიღია ის ინტერვიუ შენგან ირაკლი და ასე ერთი ალბათ 50 ვიგულის. შეიძლება. და არის ესე იგი შენ მელაპარაკებ მეგობრულ პრინციპზე, როცა ასევე იმ ინტერვიუში წერია, რომ ერთხელ გითხრეს, რომ წადიო და შენ წამოხვედი და როცა ადამიანი გეუბნება წადი, ეს მეგონი მეგობრობა აღარ მე არ გეუბნები, დარჩი ჩვენთან ირაკლი. ბეტა. მოდით აკო იქნებ დავაკონკრეტოთ. ანუკა ვინ არის? შენ კიდევ მიგაჩნია. არა, ანუკა მაგალითად ყავდა უბრალოდ მოყვანილი და მინდოდა გაეხსენა. მაგრამ შეიძლება მოყოლებას არ აქვს საკითხული დავშოთ ეს ინტერვიუ. ნუ არ აქვს, მაგრამ ირაკლი თქვენ ის რაზე ველაპარაკები და რაღაცა უთხარი რომ ანუკა მაგალითად ყავდა მარტო მოყვანილი და ანუკაზე არ ვლაპარაკობ. ანუ მაგას არ აქვს. ხო, ნუ ანუკაზე არ ვლაპარაკობ, უბრალოდ მე მაინტერესებს შენ მიგაჩნია, რომ შენ ანუ გამეორდები ახლა ამ ჩემი მოყვანილი მაგალითის შემდეგ და იტყვი კიდევ რომ ეს მეგობრული არის ყველაფერი, მეგობრული პრინციპი იყო. როცა მეგობრები გეუნებიან წადი. მეგობრები. არის ეს მეგობრობა. მეგობრები, ეხლა დასკვნა ჩვეულებრივად გამოვიტანეთ, მეგობრები როცა გეუბნებიან წადი, ესე იგი რაღაცა ისეთი სერიოზული ხდება, ხო არ გეუბნებიან რაღაცა უაზრობთ. ასე იგი სერიოზული რაღაცა მიზეზი არსებობს მაგის, ხო? ან გეუბნებიან წადი, ან ვეუბნები წავედი და всё, მაგით დამთავრდა, ხო? ესე იგი სერიოზული მიზეზი იყო. ცნაური მეგობრობა. კარგი, მოდი ხატია დასვამ შემდეგ შეგეძლო. ირაკლი, ბევრ კითხვაზე, ბევრ პასუხზე მეცინება და კარგია რომ არ მიყურებ ხოლმე. მე მაინტერესებს მეგობარი როცა გეუბნება წადი და მეგობარი როცა გტოვებს 0-ზე, ხო? ფაქტურად შენ დარჩი 0-ზე. ეს მეგობრობაა? ვიცით რა. და მეგობრობა და საერთოდ როდემდე იყავით თქვენ მეგობრები? როდიდან როდემდე? მე მგონი ზედმეტად ადამიანურ თემებს შევეხეთ და ხوارჯობია უფრო შემოქმედების. მე არ მესმის მეგობრები, რომლებიც შორდებიან ერთმანეთს და კიდევ მეგობრები არიან და ჯგუფი აღარ არის და წირავენ ერთმანეთს. მე მაინტერესებს უფრო კონკრეტული პასუხები მინდა რომ იყოს. მეგობრები ვიყავით დღიდან ჩვენი შეკრებისა. როდემდე? დღიდან ჩვენ დაშლამდე. და შენ არ გაწმილდი, როდესაც გითხრეს რომ წადი ჯგუფიდან? ვერ გავიგე. შენ არ გაწმილდი, როცა გითხრეს მე ხა სამსახურიდან რომ წადი, ნამდვილად ვეღარ ვეტყვი იმათ, რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან და ვერ შევინდი კი არა, ძალიან გავბრაზდი, იმიტომ რომ მეგობრებმა მითხრეს, ხო? და ჩვენ მეგობრებს შორის მოხდა, ხო, ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა წამოვედი კი არა, ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი და ძალიან დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ნელა გადაეულო მე ამ თქმა. ხო, ანუ ვინ იზრუნა ისევ მეგობრობის აღდგენაზე? შენმა მხარემ თუ მათ? ანუ აღდგა მეგობრობა, შენ კიდე თქვა ხატია? ის არ მესმის და იმიტომ. არ ვიცი, მეგობრობა აღდგა არა. ამას ვერ დავარქვა. ალბათ მეგობრობის რაღაცა ნაწილი შემოვა. ანუ ამ მეგობრობის ბზარი, რომელიც გაუჩნდა დღემდე აქვს, ხო? ხო, კარგი. შემდეგ შეკითხვა ნანა. მეგობრობიდან ახლა ცოტა ისეთ თემაზე გადავალ. შენ როდესაც უკვე აი გითხრეს წადი და შენ უკვე ადექი დაიხურე ქუდი და წამოხვედი. ნუ არტიმედის წევრი იყავი, შენც არტიმედის წევრი იყავი, ნუ ერთ-ერთი ქუჩის ბიჭელი. არტიმედის რეაქცია მაშინ რა იყო? ანუ ქუჩის ბიჭების ასეთი დაშლა და ამხელა კომპანიის აზრი ამ შემთხვევაში რო იშლებოდა ქუჩის ბიჭები. ისინი მათ იცოდნენ ალბათ რომ რა მოვიდოდა ქუჩის ბიჭებს. შენ მიმართება შენთან. ალბათ ირაკლის კონტრაქტიც ჰქონდა ხო გაფორმებული არტიმედთან და როგორ მოხდა ეს? კონტრაქტი ანაზღაურდა თუ არა თუნდაც ის რომ ეს კონტრაქტი ალბათ ვადაზე ადრე შეწყდა. აი ესეთი დეტალები მან არტიმედისგან სხვათაშორის მე ვერ ვიგზენი ისეთი რაღაცა რომ ვაიმე აუ ირაკლი მიდის ან რაღაცა ისეთი აჟიოტაჟი არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში ამ თემასთან დაკავშირებით და რაც შეეხება კონტრაქტს ჩემი კონტრაქტი არ გაუქმებულა, უბრალოდ მოხდა ჩანაცვლება ადამიანის. ანუ მე წამოვედი და რაღაცა დანართი გაკეთდა მე მგონი სპეციალური კონტრაქტის. მე ხა ესე ზუსტად არ ვიცი, იმიტომ რომ ერთადერთი მე მოვაწერე ხელი ჩანაცვლებას, ჩემს მაგივლად.
წამოხვედენ შენ სურვილით დატოვე ის კონტრაქტს, ანუ წამოხვედი იქიდან შენი სურვილით თუ მათი ინიციატივა იყო კონტრაქტზე? ხო, მაგას რა თუ ნამდვილი ლაპარაკი მე ჯგუფში აღარ ვიყავი და რა მინდოდა არტიმეთში. ანუ ესე იგი კონტრაქტი არ დარღვეულა, უბრალოდ შენ ჩანაცვლება. ჩანაცვლება მოხდა, კი. ირაკლი, რა მაინტერესებს, როდესაც მოდიოდი ჯგუფიდან, ფიქრობდი, რომ ქუჩის ბიჭები გაგრძელებდნენ, ისე სამეული იქნებოდა თუ ჩაინაცვლებდნენ ისინი წევს? როგორ ფიქრობდი? რატომღაც მეგონა რომ სამეული გააგრძელებდა. სამეული გააგრძელებდა. და საერთოდ მათ დაშლაზე არ გიფიქრია? არა. ანუ შენი წასვლით სერიოზული რაღაცა? არა, არ ირაკლი, მე მინდა შემოქმედებას შევეხო, აი იმ ორ სიმღერას, რომელიც მე მოსმენილი მაქვს, შენ რადიოში მოიტანე, იფიქრე წამით და მეორე იყო მაპატია შეცდომები. მაპატიის შეცდომები. სხვათა შორის აი ახლა საინტერესო რამ გავარკვიე, იმიტომ რომ პირველ სიმღერას რო უსმენდი, ნუ აშკარად სუსტი სიმღერაა, ანუ არც მელოდია ისეთი დასამახსოვრებელი, არც აი, ნუ არაფერი სიმღერაა რა, ასე მაგალითად. პირველი? არც გახიტებულა ის სიმღერა. მეორე სიმღერას რო უსმენდი, ვაი, ვიფიქრე, რაღაც კაი სიმღერაა და ეს როგორ იქნება ირაკლის? ხუმრობით, ირაკლი ძალიან მიყვარხარ სინამდვილეში და ხავს ითხოვს ახლა ლიზა. არა, მართლა კაი ბიჭი ხარ. ნუ რაც პიროვნულად რაღაც შესავალი იყო ჯერსაც. ხო, შესავალია, ირაკლი, იმიტომ რომ მეორე სიმღერა მართლაც მომეწონა და რაღაც კარგი სიმღერა არის. აშკარად, აი ეს მეორე სიმღერა და აღმოჩნდა თურმე ვიღაცის სიმღერა ყოფილა. მაგრამ მე რა მაქვს შემჩნეული, იცი, ახლა როგორც მუსიკალური წამყვანი ცოტა ვერ ყვევი მუსიკაში და ნუ აშკარად იგზობა მაინც შენი ვოკალური მონაცემების სისუსტე. არა გაქვს შენ ახლა ისეთი ძლიერი ხმა, რომ აი, როდესაც შენ ჯგუფში მღეროდი ქუჩის ბიჭებში, ხო, თქვენ ძალიან ისეთი შეხმატკბილებული ხმები გქონდათ, ოთხივე ეს კარგად იშლებოდით ხმებში და ძალიან კარგი გამოდიოდა. სოლოში უკვე იმჩნევა აი შენი ეს მინუსები აშკარაა რა. ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის მაგალითად ძალიან იყოს მისაღები შენი სოლო კარიერა. ნუ ეს ამ ეტაპზე, ამ ორი სიმღერიდან გამომდინარე. მაგრამ მაქვს ასეთი კითხვა. შენ მე რამდენადაც ვიცი, საკმაოდ კარგი ხმის რეჟისორი ხარ. და ნუ თუ ესე გახჩობენ ეს ამბიციები, რომ იყოს სცენაზე და იყო მომღერალი და ყავდეს ფანები, რომ ართმობ აი ამ ამბიციას და არ შეგიძლია გახდე უბრალოდ კარგი ხმის რეჟისორი. როგორ არა? როგორც ფორჩხია, ფორჩხიძე ახლა კიდე ცოტა უფრო მეტიც არის, ვიდრე ხმის რეჟისორი, ის არის კომპოზიტორიც, არანჟირების ავტორი, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, შენ ქონდა კიდევაც მცდელობა, ანუ სტუდია N-ი არსებობს ესეთი გიგა აგლაძე ამ სტუდიაში და რაღაც თქვი შენ ქონდა მათთან, მაგრამ მე როგორც გავიგე, არ ვიცი ახლა შენ დაადასტურებ თუ არა, რაღაცა მოხდა იქ კონფლიქტი, ან თუ მე ვერ შეეგუეთ თუ რაღაცა და წამოხვედი. აი, მე მაინტერესებს იქნებ ეს დარგი შენთვის უფრო მისაღებია ვიდრე სოლო კარიერა. რა თქმა უნდა, ეგრეც მაქვს დაგეგმილი. ანუ მე ვაპირებ ჩემს მიერ ჩაწერილი სიმღერების მე თვითონ გაკეთებას ბოლომდე, როგორც არანჟირების, ისევე მთლიანი დასრულების სიმღერის და მე არ ვიცი, სულ მაგას ვიძახი. იმ შემთხვევაში გავაგრძელებ მე ჩემს კარიერას, ანუ სცენაზე ყოფნას, სანამ ხალხს ჩემი სიმღერა მოეწონება. თუ ხალხს ჩემი სიმღერა არ მოეწონება, მერწმუნით რომ ამას აუცილებლად. ანუ რამდენხანს გაგრძელდება ეს ექსპერიმენტი? ეს არ ვიცი. ერთი ვიცი რომ თუ ხალხს ჩემი სიმღერა არ მოეწონება და არანაირი შედეგი არ ექნება, რა თქმა უნდა, ამას კარგად ვიბრძნობ. დათმობ სცენას. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მართლა არ ვარ ისე რომ ვაიმე გახავ სანამ ხოხვით არ ჩამომიყვანეს სცენიდან იყოფნას არ ვაკეთებ. ირაკლი, ამას გვპირდება ყველა აქ მოსული მომღერალი, რომ ხალხს თუ არ დავჭირდები ვიგრძნობ, მაგრამ არ მიდის სცენიდან ხალხო და ქენით რამე ბოლო-ბოლო ან ნუ გვპირდებით. მე რასაც გვპირდება. და ესე თავმდაბლობას ნუ ამჟღავნებთ, რომ აი მე თუ ხალხს არ მოვეწონებ, მე წავალ და მარტო ერთი არ ყოფილა, ხო? მაგრამ შენ ხო არ ხარ პირველი სტუმარი, ვინც აკითხა და ყველა ესე გვპირდება აშკარად ხალხი მოვწონარ, თუ არ მოვეწონები წავალ, მაგრამ ჯერ არავინ არ წასულა და აი ძალიან გთხოვ, სხვასთან არ მithქვამს ეს და შენ გეუბნები და ძალიან გთხოვ რა გაითვალისწინე, კარგი მერე. ნინო მურღული. აუცილებლად გაინტერესებს, აი ირაკლი თავიდან როდესაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი, მე კითხე რომ შენ როგორც მუსიკოსი მეთქი და შენ თავი დამიქნიე. მე მაინტერესებს ადამიანი, რომლის შემოქმედებაში, ნუ ნაწილობრივ მონაწილეობდი თუ ისე, ხო, რეპერტუარს შენ არჩევდი და შენ წერდი მუსიკას, ხო? რეპერტუარს ვარჩევდი ქუჩის ბიჭებში? ხო, ქუჩის ბიჭებში, ნუ ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მამოძრავებელი ძალა იყავი, ახლა ამას ყველა დასტურებს, ხო?
ხო და აი მაინტერესებს ჩემთვის მაგალითად მუსიკოსი, ყველა მუსიკოსს აქვს თავისი რაღაც ზეგავლენა, ხო? ანუ ფაფდედიზე მაგალითად ჯონი მიჩელმა მოახდინა ზეგავლენა, მაგრამ ჯონი მიჩელისნაირი მუსიკა არ უმღერია, ხო და არც გადმოუკატავებია იქიდან უკაცრავად სული კალკისთვის სიმღერები. ადამიანი, რომლის შემოქმედებაში 50% არის Boyz II Men-ის სიმღერა პირდაპირ გადმოღებული იგივე მელიზმებით, ოღონდ 10 ჯერ ცუდად შესრულებული უკაცრავად, ჩემი სუბიექტური აზრია მართლა. ხო, აი Babyface-ის All Day Thinking About You არის ახალი წელი ისე მოვიდა ეს სიმღერა, ნუ ყველამ ვიცით, ხო, მე პირადად Babyface-ის რო იყო ეს ვიცოდი, ხო? და აქედან ყველაფერი აქედან გამომდინარე, ყველა იმართლებს თავს, რომ იცი რა არის 21 საუკუნეა, უკვე აღარაფერი ახალი არ იქნება, მაგრამ ჩვენ შევხედოთ, ხო, მუსიკალურ არხებს, ახალი იქნება ყველაფერი. ფაფდედის და ჯონი მიჩელის შემოქმედება ძალიან განსხვავდება. ხო, მაგას ვამბობ ზუსტად. იგივე Brian McKnight-მა ჩამოაყალიბა Take Six, მაგრამ Take Six-ის შემოქმედება არ გავს Brian McKnight-ის შემოქმედება. როგორ მეკადრება? ხო, როგორ მეკადრება, ეხლა ჩემი აზრია, შენ შეგიძლია მე რომ თქვა, ხო? მიპასუხო. ანუ მაინტერესებს, ხარ შენ მუსიკოსი, ხარ შენ შემოქმედი, იმიტომ რომ შემოქმედება ეს არის მუდმივად ახლის ძიება. და კიდევ ერთ ვიტყვი, პრინცი იყო იმ დღეს, მან გამოუშვა ახალი ალბომი Musicology, მისი პრეზენტაცია იყო და ცოცხალი შესრულება. და მან შემდეგ ბოლოს რამდენიმე შეკითხვას უპასუხა და ეს რაღაც თქვა, მე არ ვიქნებოდიო ჩემ თავთან მართალი, რომ 20 წლის წინათ რასაც ვაკეთებდი, ის მუსიკა მეკეთებინა დღემდე, იმიტომ რომ ადამიანი იცვლება მით უმეტეს 20 წლის განმავლობაში და მას მუსიკალური შეხედულებებიც ეცვლება. აქედან გამომდინარე, მე ვერ ჩავთვლი იმ ადამიანს მუსიკოსად, ხო ხტები რას გეუბნები და შემოქმედად, რომელიც იპარავს თან ისე რომ არც ეკითხება იმ ხალხს უნდა თუ არა რომ მან შეასრულოს მისი სიმღერა, ვიმეორებ 10 ჯერ უფრო ცუდად ჩემთვის ამას განსაკუთრებით. გისმენ, აი რა შეგიძლია თქვა ამას. ხარ შენ შემოქმედი თუ არა იმიპასუხე, თუ შეგიძლია. მე ვარ შემოქმედი, რამდენად მუსიკოსი ვარ, ამას ხალხი გადაწყვეტს, აუცილებლად. გასაგებია ესეთი მოკლედ და ბოლო შეკითხვა საშო. პიკასო მე ერთ რაღაცას ვიტყვი, 90-იანი წლების ბოიბენდების ისტორიას თუ შევხედავთ, ის Seventeen, Take That და ასე შემდეგ. Take That-ის მაგალითზე გეტყვი. რადგანაც თქვათ, ყველა უწინასწარმეტყველებდა Gary Barlow-ს Take That-ის გაგრძელებას, მიუხედავად ამისა, ვერაფერი ვერ შეძლო Gary Barlow, რომელიც უწერდა Take That-ს ყველა სიმღერას და არანჟირებაც იყო Gary Barlow-ს, მაგრამ სინამდვილეში ჯგუფიდან წამოსული დაახლოებით შენთან მსგავსი პრობლემების გამო რობი უილიამსი გახდა ვარსკვლავი, მეგა ვარსკვლავი, რომელიც მე მგონი Take That-ის პოპულარობაც არ შეედარება დღეს რობი უილიამსის. უფრო სერიოზულ რაღაცებსაც აკეთებს, ვიდრე მაშინ როცა იმ ჯგუფში იყო. ამიტომ მე მინდა რომ შენ ეს გაითვალისწინო, ისტორია ბევრს გვასწავლის და უბრალოდ შენთან კითხვა მაქვს. ქუჩის ბიჭებმა Big City შენ Big ქალაქში ჩამოსულმა ჯგუფმა ხო? ძალიან დიდი გზა გამა. შეაცდება როგორც ყოველთვის ჯგუფის ლექსიკას. ნუ ახლა თუ ვიღაცისთვის Big City-იანი ნიუ-იორკია, ამ შემთხვევაში გულისხმობ, ხო? შედის თბილისია. ხო. ამ შემთხვევაში და მე მაინტერესებს, აი უხელმძღვანელო ჯგუფს თავის დროზე პროდიუსერება გაუწია სტუდია აუდიენციამ. ნატო დუმბაძე, არტიმედმა და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს შენი აზრი, რომელი პერიოდი იყო ყველაზე შემოქმედებითად დიდარი, ნაყოფიერი და ვინ იყო ის, ვინც სამაში ხელი შეეწყო. თითქმის აი სამივე პერიოდი, სამ ნაწილად რო გავყოთ, ეს პერიოდი პირველი აი აუდიენციაში ყოფნა, მეორე ნატოსთან ერთად ყოფნა, მესამე არტიმედთან, ხო? სამივე ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა კი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იყო. აი მაგალითად აუდიენციის დროს აგორდა ისეთი ის სახელი, რასაც მართლა ჯგუფი ქუჩის ბიჭები იყო. დეკიიცე. აუდიენციის დროს. ნატოს დუმბაძესთან მუშაობის დროს ჯგუფი დაიხვეწა და გაცილებით უფრო უკეთესად წავიდა საქმე შემოქმედებითად და აი არტიმედის დროს ფინანსურად უზრუნველყოფილი. ანუ თუ დავყავით ესე იგი აუდიენცია განაცხადის პერიოდი ნატო დუმბაძეს აყვავების და ნიშის დამყარების პერიოდი და არტიმედი ჯგუფის ნგრევის პერიოდი. გრევის არა, ფინანსურად კარგად ყოფნის პერიოდი. ფინანსურად კარგად ყოფნის და მორალური გრევის და შემოქმედებითი გრევის პერიოდი.
შოპინგი. ანუ პრინციპში დღევანდელი გადაცემის დასკვნა ასეთია, როგორც თავად პიკასომ აღნიშნა, რომ იგი გააგრძელებს სიმღერას იმ შემთხვევაში, თუ კი მაყურებელს მისი შემოქმედება მოეწონება. მე იმედს ვიტოვებ, რომ 15 წლის შემდეგ შენი სიმღერები ისევ აქტუალური იქნება და შენ კიდევ იქნები ის ადამიანი, რომელსაც პრეს-პრესში მოგიწევენ, იმედი მაქვს ამ დროისათვის პრეს-პრესი კიდევ იარსებობს, რადგან კიდევ იქნებიან გასაპრესი ადამიანები. დიდი იმედი მაქვს, რომ შენ წარმატებას მიაღწევ. ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ ეცდები. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუდიაში მობრძანებისათვის. თქვენს ძალიან დიდი მადლობა საინტერესო შეკითხვებისთვის. ეს იყო გადაცემა პრეს-პრესი, ჩვენთან სტუმრად იყო ქუჩის ბიჭების ყოფილი წევრი ირაკლი ნოზაძე. მე გამშვიდობებით მომავალ შაბათამდე კარგად.